1921 թվականի փետրվարի 25-ին Թբիլիսին գրավեց 11-րդ Կարմիր բանակը։ Վրաստանը դարձավ Ռուսաստանի խորհրդային կայսրության մաս։ Անկախության կորստին հետևեցին դաժան բռնաճնշումները, քաղաքական կուսակցությունների արգելք, հազարավոր մարդկանց գնդակահարություններ, երկարատև բանտարկություններ եւ աքսորներ։ Չնայած հինգշաբթյա պայքարին եւ հերոսական ինքնազոհության, քաղաքացիները չկարողացան պաշտպանել երկրի անկախությունը։ 1921 թվականի փետրվարի 25-ին սկսված խորհրդային օկուպացիան տևեց ամբողջ 70 տարի։ Დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პანაშვიდე გადავიხადეთ სიონის საკათედრო ტაძარში ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებიც დაეცდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. გასაბჭოება, ათეისტური მმართველობის დამყარება, ბოლშევიკური ოკუპაცია ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი განსაცდელი იყო ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. და ბუნებრივია, რომ ძალიან დიდი ტკივილი იყო მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე ტკივილით სავსე პერიოდი ჩვენი სამშობლოს ისტორიაში და ბუნებრივია თქვენ ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, საქართველოს წმინდა ეკლესია უდიდეს პატივს მიაგებს ყველა იმ ადამიანს, ვინც თავი გასწირა, ვინც დაეცა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ასეთი ადამიანები, ასეთი გმირები ყოველთვის იქნებიან დაფასებულნი როგორც ჩვენ სამშობლოში, საქართველოს წმინდა ეკლესიაში ყოველთვის აღევლინება მათთვის ლოცვა, მათთვის ვედრება ღვთის წინაშე. და დღეს ჩვენი მსახურება გულისხმობს იმას, რომ ვილოცოთ მათი სულების საოხად, რომ ღმერთმა სავანესა მართალთასა დააწესოს ღვთის წიაღში, სადაც დაუღამებელი ნათელია და სადაც მარადიული სიხარულია, ყველა იმ ადამიანის სული, ვინც თავი გაწირა საქართველოს, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, ვინც დაეცა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს დამოუკიდებლობა. მინდა ყველას უდიდესი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის, ღმერთმა აცხოვნოს მათი უკვდავი სულები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაიღუპნენ. ღმერთმა დაუმკვიდროს მათ მარადიული სასუფეველი. Թբիլիսին խաղաղ քնած էր։ Նա դեռ չէր իմացել իր մահվան մասին։ Այսպես է նկարագրում 18-ամյա կամավոր զինվոր Գիվի Դամբաշիձեն 1921 թվականի փետրվարի 25-ի առաջին րոպեները, երբ նոր էր տեղեկացել հրամանատարության Թբիլիսի լքելու որոշման մասին։ Մինչ այդ հենց փետրվարի 25-ի լուսաբացին նա իր մարտական ընկերների հետ շունչը պահած սպասում էր հայրենիքի համար ինքնազոհաբերած վեհ պահին։ Խրամատում նստած նրա մատները սառչում էին թաց ձքանին, իսկ ձյան փաթիլներն ընկնում էին աչքերի մեջ։ Սկզբում սպայի հրամանը դուրս գալ խրամատներից նա ընդունեց որպես հարձակման անցնելու նախապատրաստություն, սակայն շուտով Սողան յուղի կամրջի պայթեցումից հետո հասկացավ իրականությունը։ Ერთი დღით ხსოვნის საპატივსაცემო დაშვებული არიან დროშები საქართველოს ყველა სახელმწიფო ობიექტზე. 1921 წლის 15-ში საქართველოში წითელი არმიის ნაწილების შემოჭრა დაიწყო საბჭოთა რუსეთის მიერ, რომელიც 1920 წლის 25 თებერვალს თბილისის აღები დასრულდა, დაეცა თბილისი და საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ფილიპე მახალაძე, რომელიც წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დაიკავა ცენტრალური კომიტეტის პირველი ადგილი და მას როგორც მოგეხსენებათ, საბჭოთა შემადგენლობა საქართველოს 1991 წლის დამოუკიდებლობის აღთქმის საფუძველზე დატოვა. ანუ დღეს არის თბილისის დაცემის საბჭოთა ოკუპაციის დღე. Այդ պահից մեր հայրենիքը, Վրաստանը, ինչպես եւ վրացի ժողովուրդը ընդմիշտ կործանվեցին։ Ժամանակի անիվը հետ շրջվեց, Վրաստանի 7 աստղերը մարեցին, սպիտակ մերանին ընկավ անդունդը։